ხშირად გამიგონი ასეთი ფრაზა, როცა ამბობენ ადამიანი არ იცვლება. ეს არ არის ჩემო გარგებო მართალი, ადამიანი იცვლება. მაგრამ ჩემი დაკვირვებით მხოლოდ ერთ შემთხვევაში. როცა კლინიკური სიკვდილის მსგავს გამოივლის რაღაც დიდ მარცხს, მეხის დაცემას. როცა აცნობიერებს, რომ ესე ყოფა უკვე აღარ შეიძლება, უკვე აზიანებს საკუთარ თავს და საყვარელ ადამიანებსაც. შეცვლა არ მოხდება თხოვნით, ძალდატანებით, ახსნა-განმარტებით, ჩხუბით, კამათით, მხოლოდ გაცნობიერებით, რომელიც მეხს გავს ასე დაგეცა და გამოგაფხსნა. ამ მეხს შემდეგ უამრავი კითხვები მოყვება. რა მინდა, რას ვაკეთებ, ესე თუ გავახსენე მე რა იქნება. ამ კითხვის მოყვება აუცილებლად ცევდა. ფრაზე საკუთარ თავზე. შენი არაობის აღიარება, მტკივნეულია ეს ყველაფერი იწევს. გაგაშიშვა. ზუსტად ისეთი დაინახა საკუთარი თავი, როგორც ხარ. დაჭყანული, მახეჯი, შარაფთალი, იდიოტი, უმადური, უსარგებლო. მაგრამ რამოდენიმე წამში მოყვება სიხარული. სიხარული იმისა, რომ ამ შენს სიშიშვლეს თვალებში ჩახედე და თვალი გაუსწრო. უკვე ღრმად გესმის, რამდენად საჭიროა ყველაფრის შეცვლა. ძალიან მაგარი განცდა. ყველას გისურვებთ ასეთ სასიამოვნო მეხის დაცემას, რომელიც გამოგაღვიძებს და ტყუილში დარჩენის საშუალებას რომ აღარ მოხსნას. იცი რატომ არის ძნელი შეცვლა მეხის დაცემის გარეშე? ვიღაც იტყვის, რომ ახლის დაწყების შიში აქვს. არა ბატონო. ძველი ჩვენი თავის გაშვება გვაშინებს, რომ შეიძლება დავკარგოთ ის, ვინც ვიყავით. ისევ შიშვლები ვრჩებით. ზუსტად ეს გაშინებს. გისურვებთ ყველა შემოგარგებულ წარმოდებას და გახსოვდეთ. თქვენი ცხოვრება მხოლოდ თქვენს ხელში.